Cengiz mi yaptı? ეს ჯენგიზმა გააკეთა? იყო ფეზელ. ის არაფერს არ გვიშავებს. პირიქით, ჩვენ ვუშავებთ. Doğru. მართალი ხარ. მე არ გიშინია. არ გიშინია, რომ შენც იგივე დაგემართება. ამის არ გიშინია. მართალი მითხარი არ გიფიქრია იმაზე, რომ შეიძლება შენც გიღალატო. შენ? Sen de შენ არ გიფიქრია იმაზე, რომ ერთ მშვენი ერთ დღეს შეიძლება მე გიღალატო? ყოველ დღე ვფიქრობ მაგაზე. როდის დავიწყოთ? başladı. ჩვენ უკვე დავიწყეთ. მოგენატრე? Özledin mi? მოგენატრე? Neler რა ხდება ძია? Gerçeği არ გინდა söyleyeceğim. სიმართლე მითხრა? სიმართლე ბევრნაირი არსებობს ეზელ. თუ რამეს დაგიმალავ ეს სიცრუედ მოგეჩვენება. Geçen haftayla მოდი წინა კვირიდან დაიწყე. nereye gitti? სადღაც წახვედი. Teyfi de aldı. დევფიკიც თან წაიყვანა. Benden ne რას მიმალავ ძია? Şu kumarhane რა oldu. შეეხება კაზინოს? Sen Ali'nin ალი teyfini ისევ çünkü მიიმწყდი yanaştın. ეკუთხეში და ის ისევ ჩვენ გვერდით აღმოჩნდა. Selma Hanım'ı მე tehlikeye რომ attı. დამხმარებოდი საფრთხეში ჩაიგდე საკუთარი თავიც და საფრთხეში ჩააგდეს სელმაც. Sadece bana yardım etmek. ეს მხოლოდ იმედომ გააკეთე, რომ მე დამხმარებოდი რა. ამიერიდან შენი სიტყვა ბევრს ნიშნავს იმ სამყაროში. Girdin yine o dünyaya. იმ სამყაროში ჩემ გამოდაბრუნდი? სიმართლე მითხარი ძია, თუ სიმართლეს მეტყვი შეიძლება დაგეხმარო. საქმე ისა ეზელ რომ შენ სწორედ მაშინ მეხმარები როცა ამას არ გთხოვ. მომისმენ ეზელ. შენ ჩემთვის შვილზე უფრო ძვირფასი. საკუთარ შვილზე უფრო ძვირფასი. ასე იყო ადრე, ასე იქნება მომავალშიც. და ყველაფერი ისე ჩანდეს, როგორც ჩანს. არ ვიცი წინ რა გველის, მაგრამ გახსოვდეს, ცუდ საქმეებში არ ჩაგითრევ. არასოდეს. Nasıl მაინც როგორ უნდა ჩანდეს ეს? Bir şeyleri შენს დევნი ვიღაცას თუ პირიქით, ya da bir შენ şeyler გდევნია. peşinden. Anlatmıyorsun. რატომ არ მეუბნები, საით მივდივართ? Dayı. Anlat. რა გონია? Beni karşı. მიგატოვებ თუ სიმართლეს მეტყვი? ეზელ. თუ არაფერს გეუბნები, ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ არ შემიძლია სიმართლის თქმა. ასეა. Gerçek. სიმართლე. Ali ile ალი და ეშანი დამთანხმდნენ, რომ ჯენგიზის წინააღმდეგ იმოქმედებენ. თუ ასეა, მოიმარჯვე შენი მახვილი. დრო მოვიდა ეზელ, ახლა უკვე შეგიძლია მისი გამოყენება. Önce ჯერ önce სიმართლე უნდა გავიგო. Önce ჯერ ეშანი მეტყვის სიმართლეს. სიმართლე. ზოგჯერ სიმართლის დამალვა გულმოწყალების გამოჩენას ნიშნავს იმის მიმართ, ვინც გიყვარს ეზელ. sevdiğine değil. იმათ მიმართ არა, ვინც გიყვარს ზია. ეს არის მოწყალება საკუთარი თავის მიმართ, სინანული. აცივდა ეზელ. თუ გინდა წამომყევი. ჯან, ჩამოდი სკოლაში დავაგვიანებთ.
Küstün mü bana kardeşim? Ძმაო, გაბრაზდი ჩემზე, რომ არ გენდე? Gelmedim diye. Beni gözünde ნუ fazla ჩემთვლი büyütme. ისეთ კაცად, როგორიც არ ვარ. Ben zaten bu kadarım işte. მე ასეთი ვარ. Akıllı olayım. უბრალოდ მინდოდა დავჭკვიანებულიყავი. Bir daha tufayı. კიდევ რაღაც შარში რომ არ გავხვეულიყავი, მაგრამ არ გამოვიდა. İstediğin kadar değil. სისხლი, რომელშიც ხელები მაქვს გასწრული, მოსვენებას არ მაძლევს, გაიგე? Ne yapsam üzerime bulaşıyor. Anladın değil mi? tabii? გესმის ჩემი ტეფო. Ne yapsam? რაც არ უნდა გავაკეთოთ, მაინც არაფერი არ გამოდის. Buluyor bu şerefsizler. Bize sevdiklerimizi... ის ნაბიჯურები ყოველთვის პოულობენ რაღაც გზას. Anladın mı? ისინი ხოცავენ მათ, ვინც ჩვენ გვიყვარს. Verecek bizi birbirimize... გესმის ჩემი ტეფო. Yok. დადგება დღე და ისინი გვაიძულებენ ერთმანეთი O kadar დავხოცოთ. da aptal değilim ben. ნუ არ ყოფ ამას. Görüyorum. ასეთი სულელიც არ ვარ. Bir gün birbirimize çevireceğiz. ეს არ ვარყო. ყველაფერი მესმის. Ben onu çoktan yaptım ve hala მე გავაკეთე ეს ძმავალი. çektiremediler. მაგრამ მათ არ მომწეს ამის საშუალება. როცა დრო მოვა, ერთი რაღაც გააკეთე ჩემთვის. მანამდე გაისროლე, ვიდრე მე გავისვრე. ჩემზე ადრე. Çok o tetiği. Çünkü sen... იმიტომ რომ შენ თუ არ მესვრე, მე გესვრე. Belki de o gün hiç შეიძლება ეგ gelmez დღე be. არასდროს არ დადგეს ძმავალი. Gelmez belki. შეიძლება. Ne olur? ეს რა არის? Fotoğraflardan. ფოტოებია იმ დროის მოგონებები, როცა ციხეში ვიჯექი. Bu ne lan? ამას შეხედე. Saç sakal. ეს რა არის? რამხელა წვერი გაქვს? თითქოს ბებერი არ ჩანხარ ეს ძიას რომ მენახა? რა სიტყოდა? Eyşan'a vurdu. ეიშანს სახეში გავარტყი. Haklıymışım. მაგრამ მე მართალი ვიყავი. Yapanı ღალატობს. გავიგებ ვინ არის მისი საყვარელი. და როცა გავიგებ Gerçeği მოვკლა. biliyorsun artık. აი ახლა იცი სიმართლე. Yine de alacağım mı beni içeri? დამპატიჟებ შენ სახლში. Bak burada pimpon oynuyoruz. ამ ფოტოზე მაგიდის ჩოგბურთს თამაშობთ. Skalamışsın lan. სად იყურებოდი? ნახე ბურთი სად არის? Şampiyon oldum. მე ჩემპიონი გავხდი. Kupam bile var. სასიც კი ავიღე. Aferin lan. ილოცავ. Burası ne böyle? ეს ადგილი ციხეს არ გავს. Benzemiyor. მომციხე არ არის. Bakırköy Devlet ეს Hastanesi. ციხის განყოფილებაა სახელმწიფო საავადმყოფოში. İlk girdiğimde ბაკერკეიში. biraz იქ როცა მოხვდი, balatayı biraz sıyırmışım. ისევ კანკალებდი რომ გადამგზავნეს. ასე იყო. Yo kebap. გაგიმართლა. Bunlar da diğer mahkum ამ arkadaşlar. ფოტოზე ჩემი მეგობრები არიან. Bu mürekkeble kesin. ყველაზე გამხდარი შენ ხარ არა? Sefos. დეფო შენ Beni ilk Ramiz'de... რამის სამასთან საერთო არაფერი აქვს. Ben Ömer'i tanıyorum. მე ვიცნობდი ომერს. Niye söylemedin? რატომ არ მითხარი აქამდე? Ha oğlum niye? ხმას რატომ არ იღებდი? Seni öldüreceğim. ომერში ოფიცერ რომ მოკლავდი. Ömer'e mi? ომერს? Dayıya değil. ანუ ძიას არა? Ömer mi? ეს ომერს უნდოდა. Ömer iste. ომერს უნდოდა.
Ama işte dedin შენ თქვი რომ ეს ვერ შეძელი მე რატომ არ მითხარი თუ ომერს იცნობდი Ömer'i tanıdığını niye რატომ არ მითხარი Yapamadım. ვერ შევძელი İlk seferinde yapamadım. პირველად ვერ შევძელი İkinci seferinde ვერც მეორედ შევძელი მაგრამ ამჯერად ama bu sefer ამჯერად sen benim tarafıma შენ ჩემს მხარეს გადმოხვედი benim tarafıma განა ასე არ არის შენ ჩემს მხარეს გადმოხვედი ახლა შენ ჩემს მხარეს ხარ bu sefer yapsın. ახლა თუ გავაკეთებ ამას Ömer'in თუ შურს ვიძიებ ომერის გამო ben günah მე işledim. ვერ შევძელი მისი მოკლა ვინც ეს ცოდვა ჩაიდინა Ben günah მაგრამ მე ვესროლე უდანაშაულო ერენს Ben de şimdi senin ახლა მე gibi- შენნაირი გავხდი Yok. არა Şimdi მე ben შენზე უფრო საზიზღარი მკვლელი ვარ ძმაო pis bir katil oldum abi. Seni mi No, tu. bırakacağım? Ne oldu öyle? ნუ თუ ვერ შევძლებ შენს მოკვლას Demin diyordun ya. რა იყო ალი შენ თვითონ არ თქვი პირველმა მესროლევა დაგავიწყდა Ne გახსოვს duruyorsun? Dediğini yapayım mı istiyorsun? გინდა ისე მოვიქცე როგორც შენ მითხარი Peki. კარგი O yüzden işkembe. არ გინდა ამდენი ყოყმანიალი Sen o შენ ვერ მესვრი და ვერც მე ვერ გესვრი ეს საქმე დამთავრებულია თემა დახურულია O yüzden beni ნუ ღარ sırtından გეპარება al. ჩემში ეჭვი Arkandan და ნუ iş ფიქრობ რომ ჩემს ზურგს უკან რაღაც საქმეებს ვატრიალებ hain. თუ საქმე ღალატზეა İkimiz de hain. ჩვენ ორივენი მოღალატეები ვართ Sen niye yaptın მე bilmiyorum. არ ვიცი შენ რატომ გააკეთე ეს მაგრამ Senin için მე შენს გამო ომერს ვუღალატე yapsın. ო Yapsın. ჩემს გამო უღალატე yaptım. ო Önce geri ადრე ვფიქრობდი რომ უკან დასაბრუნებელი გზა არსებობდა Olsa gene yaparım dedim. მე მოღალატე ვარ Bana öyle öğrettiler. მეგონა ისევ შევძლებდი ღალატს Ama yanlış. ასე მასწავლეს Sadakat. მაგრამ ერთგულება არ ნიშნავს იმას რომ ვიღაცის მითითებით უნდა იყო მოღალატე Sadakat. ერთგულება საკუთარი თავის ერთგულებას ნიშნავს Ben bunu seninle და ეს შენ მასწავლე Bir konuştum. შენ თქვი Bir konuştum Mete. შენ თქვი Tefo. დეფო Bana onu... მომიყევი მის შესახებ Bana Ömer'i bir... მომიყევი ომერის შესახებ anlatacağım. მოგიყვევი Anlatacağım abi. მოგიყვევი ძმაო Ama önce küçük. მაგრამ მანამდე რაღაც უნდა გავაკეთო Ömer'in bir emanet. ომერმა რაღაც მომცა Onu vermem gerek. ვიღაცას უნდა გადავცე Sana değil. შენ არა Kime? აბავის Eyşan'a. ეიშანს Aldatıyorum dedi. მან მითხრა ღალატობო მაგრამ ვისთან რამდენი ხანია Niye? რატომ უნდა დავუჯერო Hayatta ne? განა ოდესმე უთქვა სიმართლე Ha, მაგრამ არ ბრაზობ მასზე biliyor musun? და იცი რატომ Niye? რატომ Beni kendime... იმიტომ რომ ამან აზრზე მომიყვანა Ben derin. დიდხანს მეძინა მაგრამ ეიშანმა გამომაღვიძა Beni o uykudan uyandırdı Eyşan. Nasıl bir... გეძინა Aptallık ო იდიოტივით მეძინა saflık uykusu. როგორც გულუბრყვილო იდიოტს თავს ვიტყუებდი Hiç olmadı. თამაშობდი თითქოს არაფერი ხდებოდა Sen de უბრალოდ ვთამაშობდი o uyku işte. სწორედ ამას ვგულისხმობ ძილში Ona ne diyelim? ო ეს ხანგრძლივი ძილი იყო ძალიან ხანგრძლივი Uyanınca და რა ხდება როცა ადამიანი ასეთი
ძილიდან ფხიზულდება. Uyanınca ortak. გავს ისევ ადამიანად გრძნობ. Uyanık bir adam oluyorsun. ამჩნევ, ვინ რას აკეთებს, Kim sana ne yapıyor? სადრა საშუალებები და საფრთხეებია. Şak görüyorsun. Beğendin mi tabancayı? მოგეწონა პისტოლეტი. Çantanı yere შენთა ისევ თავის ადგილზეა, მაგრამ სხვა მხრიდან არის შეკრული. Ne yapacaksın onu? რასაპირებ? Şu ეიშენის თაყვანის მცემელი ჭკვიანი კაცია არა. değil mi? Seni შენ ასე ფიქრობ? Oyunu da seviyorum. თამაში უყვარს. O mücevheri ძვირფას სამგაულებს ყიდულობს, ჩემს სოლთან წევს. აშკარაა რომ საფრთხის მოყვარულია. belki იქნებ საფრთხე კი არა შენი ცოლი უყვარს. Sırf Eyşan'ın olayı değil. ხოლო ეიშანი არ აინტერესებს მათ რაღაც უნდა ჩემგან. Olayı var. Bence. ჩემგან არა, მისგან. Kim var? ვინ უნდა იყოს? Bir düşünüyorum. უნდა დავფიქრდე. Sen varsın. იქნებ შენ ხარ. Hani ხომ uyanmıştın თქვი, diye. გამოფხიზლდიო. Fermuarı fark edene შესაკრებს თუ ამშნევ დანარჩენ რაღაცებს, რატომ ვერ ხედავ? მაინც რას? Tam senlik iş. ეს შენ სტილშია. Yaptın თუ desem. გეტყვი რომ ეს შენ ხარ ეზელ, Silahı doğrultsun. პისტოლეტით რომ დაგემუქრო. Ne diyeceksin? Biraz izam. Yapacaksın kendini. İki şey. მომისმინე. Bir. თუ მომინდება რომ ეიშანი წაგართვა, წაგართმევ ჯენგის. Ben Eyşan'ı და senden შენ ვერ alıyorum. შემაჩერებ. Sen beni თუ durduramazsın. მოვინდომებ ეიშანი ჩემი გახდება. Eyşan'ı istesem შენ კარგი სასიამოვნო ადამიანი ხარ, ღირსეული მოწინააღმდეგე ხარ სათამაშო მაგიდასთან, მაგრამ ამ საქმეში ჩემი კონკურენტი არ ხარ ჯენგის. თუ გინდა მესროლე, ოღონდ კარგად აწონდაწონე ჩემი შესაძლებლობები. beni vuracaksan მეორეც, o kadar da გამომართვი, სროლას თუ აპირებ, Ha. Bu da iki. ტყვიები დაგჭირდება. Birini vuracaksan kurşunun ასე faydası. არ არის? Zaten ilk ihtimal. შენ პირველი ეჭმიტანილი არ ხარ პარტნიორო. Nereye? სად მიდიხარ? İlk ihtimal ortada. პირველი ეჭმიტანილის მოსაძებნად. შენც მოდიხარ? Geliyorum. წავიდეთ. მეც დამოვალ რომ რამე სისულელი არ ჩაიდინო. Peki sana güvenebilecek შენი ნდობა შეიძლება რაღაც სისულელე რომ ჩავიდინო, ისევ შემომიშვება? buraya? სტამბოლი 1997 წელი. გამიშვით. ეიშან. Eyşan nerede? ეიშანი სად არის? ეიშან. ეიშან. ჯაჯიკი. ჯაჯიკი. სად არის ეიშანი? რა შეერს? რამე მითხარით? ეიშან. ეიშან. Tamam. კარგი. ყველაფერი დამთავრდა. სტამბოლი 2010 წელი. Nedir? რა იყო? Otelle ilgili სასტუმროს თაობაზე გინდოდა დავაპარაკება. konuşsana anne. გიზმენ რისთვის დამიბარე აქ? Buraya apar topar. Eyşan. ეიშან.
ჯენგის ნუ ეტყვი, რაზეც ახლა ვილაპარაკებთ. როგორც მიბრძანებ. იცი, ტეფოს, უბრალოდ ტეფიქს, გრძელი ისტორია აქვს. მე ის სამსახურში ავიყვანე, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი. ახლა ის ჩემი კაცია, ჩემნაირია, მოკლედ, ჩვენ ერთმანეთს არაფერს არ ვუმალავთ, მაგრამ დღეს მითხრა, რომ დღეს მე ომერს ვიცნობდი. მან ყველაფერი იცის. არ გავხედის. ის ჩვენიანია. რა გაქვთ ჩაფიქრებული? ეს რა თამაშია ალი? რა მიზანი გაქვს? არა, ძმა ალი აქ არაფერ შუაშია. არ მეგონა რომ ასეთი ნაძირალა იყავი. ომერმა რაღაც მომცა, თქვენ უნდა გადმოგცეთ. ალი უთხარი გაჩუმდეს, ეს სასაცილო არ არის. ომერი თქვენ შესახებ მიყვებოდა. მე მივდივარ. დამიჯერეთ. არ მჯერა შენი. თავიდან არ დაგიჯერებს. ფოტო ვაჩვენო. აბა რა უთხრა? თქვენ არასდროს გითქვამთ მისთვის მიყვარხარო. ტყუილია. მხოლოდ ბოლო დღეს იმ უკანასკნელ ღამეს მითხრა. მიყვარხარო. ვინ გითხრა ეგ? ვინ გითხრა? ომერმა. არ მჯერა. ხსენაიარევი გაქვთ, გაუჭის კვალი. თავიდან არ მოგისმენს, შეეცდება გაიქცეს. ახლა ის კარი დაკეტილია, ადრე ღია იყო. უთხარი რომ იქ ადრე უკვე ნამყოფია, ომერისგან გაქცევას ცდილობდა. თქვენ აქ ადრეც იყავით. არ ყოფილვარ. ამ ჭიშკარში გასვლა გინდოდა, სწორედ მაშინ იდგინეთ ფეხი. არა. მე დავიჭირე, მაგრამ ის ყვირო და გამიშვია. გამიშვი წასვლა მინდო. მან გითხრათ რომ დაგიცავდათ. ისე მიყვარხარ, არ დავუშვებ რომ რამე დაგემართოს მეთქი. ვერ შეძლებ ამას. ძალა არ გეყოფ. მე არც ისეთი კარგი ვარ, როგორიც შენ გონი ვარ. მან გითხრათ კარგი ხარო. შენს თვალებში შანს ის რომ კარგი ხარო. მე არ მიგატოვებ. ნუ რა ვისი ნუ გეშინია. მე დაგიცავ მათგან. ყველაფრისგან დაგიცავ. ისე ძალიან მიყვარხარ ეიშან რომ არასდროს არ მიგატოვებ. თუ მიგატოვებ უშენოდ ვერ ვიცოცხლებ. მარა, იტყუები. მა აღარ ამოიღო. აღარ გაბედო ჩემი მოტყუება. რა? იცი რატო? იმიტომ რომ ისევ დაგიჯერებ. ეს ტყუილი არ არის. ეს არის ის, რაც ომერმა მითხრა. ომერი. რა გითხრა? რა გითხრა ჩემზე? რომ არ დამიჯეროს, დაგიჯერებს. მერე. უნდა წამომყვეთ. ალი. მე და თქვენ წავალთ. გინდათ უკანასკნელად დაელაპარაკოთ ომერს. რატომ მოვედით აქ? შურის საძიებლად. საინტერესოა, ვიზზე უნდა იძიო შური? თუ გაინტერესებს, აი ეს არის. მუსეთ სურე 34 წლის ცოლიანი. ანტიკვარიატით ვაჭრობს. რა ბედნიერები არიან არა. რატომ ფიქრობ ჯენგიზ რომ ეს კაცია? რატომ გადაწყვიტეს? ჯერ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ გავიგებ. როგორ? სიმართლის გაგება ერთადერთი გზით შეიძლება, პარტნიორო. ის თავად მოგვიყვება. ყველა ამბობს რომ სიმართლეს ეძებს. ყველა ელოდება რომ სიმართლე უშვებს.
მაგრამ თავისუფლებას სიმართლე კი არ გაძლევს. არამედ ისინი, ვინც შენთვის ძვირფასია. ფრთხილად იყავი. შენ? მე რაღაც უნდა გავარკვიო, ტეფო. უნდა წავიდე. სიმართლის გასაგებად ზოგი თავად ვარდება ცეცხლში. ზოგი კი სხვებს წვავს. ლამაზი სახლი აქვს, არა? რამდენი ხანია რაც უთვალთვალებ? იმ დღიდან რაც ამ ადამიანზე ყველაფრის გაგება გადავწყვიტე. მას ჰყავს ძაღლი 2 წლის, ჰერკულესი. 4 წლის გოგო, რუსგერი. მას აქვს ყველაფერი, მაგრამ სრული ბედნიერებისთვის ეიშანი სჭირდება. ეიშანი. ბავშვი ღმერთმა მოგცა. მე-20 სერია, დანატოვარი. დრო მოვიდა, ბატონო ადვოკატო. მე შეგვირდი გაჩვენებ მეთქი რას ნიშნავს უმწეოდ ყოფნა. დაურეკე, მიდი, დაურეკე შენს კლიენტს და უთხარი, რას ნიშნავს უმწეობა. მიდი, უთხარი. რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ თავი დამანებონ? დარეკე, ადვოკატო, დარეკე. თქვენი კაცი გავხდები, თქვენს მხარეს გადმოვა. დაურეკე შენს პატრონს და უთხარი, რომ აქ ვარ. ისაკ არის, ბატონო. მოვიდა. დიახ. ახლა გკითხე. მოგკლა თუ უფლება მოგცე, რომ ჩემთვის იმუშაო? გკითხე, რომ გიპასუხოს. გკითხე. როგორც სიტყვის ისე იქნება, გკითხე. მის მხარეს თუ გადავალ, არ მომკლავს, ბატონო. ამაზე თუ დათანხმდებით, ხელს არ მახლებს. თქვი რამე. რა? თქვენ ვერ გაიგეთ, მაგრამ ისე როგორ შეგიძლიათ? რა გიპასუხა ჩემმა ძველმა მეგობარმა? კი, მაგრამ ბატონო, ერთი წუთით. ის არ ხუმრობს. როგორ შეგიძლიათ, რომ წირავთ? თანაც იმის შემდეგ, რაც თქვენთვის გავაკეთე. გასაგებია. როგორც მან თქვა, ისე იქნება. არამზადა, ნაძირალა. იმ ყველაფრის შემდეგ, რაც შენთვის გავაკეთე. მოიცადეთ. არ გინდათ, არა. არ გინდათ. ახლა მოუყევი შენს კლიენტს რას ნიშნავს უმწეობა. ამიერიდან ჩემგან მოწყალებას ნუელით. მამის უმწეობა ყველაზე საშინელი უმწეობაა. მამა ყველაფერს იზამს შვილისთვის. მამა მიდის შვილთან, როცა ის ეძახის, სადაც არ უნდა იყოს.
Zia Mumtaz. Omer. Mama. Omer. სათხარ შვილო, მესმოდა შენი ხმა. არა Zia Mumtaz, აქეთ მოდით. მოიცად. მელი, ჩვენი შვილი იყო აქ. მე ვნახე. აქ იყო. სად არის? ჩემმა ბიჭმა. ჩემმა ბიჭმა მითხრა, მამა არ დამტოვო. მოვიდა და ჩემ გვერდით იჯდა. აქ იყო. ნუ თქვენ ვერ ნახეთ. აქ ჩვენს გარდა არავინ ყოფილა მამა. ესე იგი მომეჩვენა. მე კი მეგონა ხომ არ დაბრუნებულა მელიხ. ესე იგი ის არ იყო. Zia Mumtaz, პალატაში წაგიყვანთ. შვილო, მე ვიფიქრე რომ ომერი აქ იყო. მაგრამ არა. ომერი მოკვდა მელიხა. წავიდა და აღარასოდეს დაბრუნდება. ასე არა მელიხა. ნელა. მამა გვერდში უდგას თავის შვილს რთულ მომენტში. მამა შვილი ხომ ერთმანეთისთვის გააჩინა ღმერთმა. დედა, მოდი აქ, დაჯექი. დაჯექი. როგორ არის? შედი და გაიგე. არ გინდა რომ მამა შენს გამოუტყდე არა. ცოტაც მოითმინე. როცა ყველაფერი დამთავრდება, ყველა გაიგებს სიმართლეს. მე რატომ გამიმხილე სიმართლე? ასე არ უნდა მოქცეულიყავი. ჯობდა არც ჩემთვის გეტყვა. ასე ნულაპარაკობ დედა. მამა გამოჯამრთელდება. მაგრამ შენ ვინ გამოგაჯანმრთელებს? ახლა რომ მოკვდეს თუ ვერ მოასწრებ რომ მამა დაუძახო მერე ვინ გიმკურნალებს? ომერ გეხვეწები თვალი გაახილე. ან იქნებ გინდა შენც მას დაემსგავსო. მამა შენმა ჯერ ვერ მოასწრო რომ მაგრად ჩაეკარი გოლში. შენც მის მსგავსად აპირებ ნელას იგუდელს. როგორ გგონია რატომ დაავადმყოფდა? გაიგე ომერ ექიმები ვერ უშველიან. მათ არ შესწევთ ძალა რომ უკან დაგაბრუნონ. რასაკეთებ? მიდი და უთხარი. უთხარი. მიდი და სიმართლე უთხარი. უთხარი რომ აქ ხარ, რომ ცოცხალი ხარ. თუ არა და მე თვითონ ვეტყვი. გეფიცები მე მოუყვები მამა შენს ყველაფერს. დედა სიცოცხლეს აძლევს შვილს. მერე კი ბავშვი მამას ჩახკიდებს ხელს. შვილი აძლევს მამას სიცოცხლეს. ალი, Uyandırdın mı? გაგაღვიძე? არა, რა დროს ძილია. ერთ საათში გელოდები. ტელეფონით ვერ გავარკვევთ? Yanımda უნდა olma. გნახო. ერთი თხოვნა მაქვს. Senden bir şey isteyeceğim. არ მოგეშვები, სანამ არ დამთანხმდები. Olursan gitmene izin გესმის? Her gün. იცი სულ უფრო მეტად მომწონხარ, რაც დრო გადის, მაგრამ ჯერ მაინც რაღაც ეჭვები მაქვს. Tereddütlerim var. Olmaz mı? ეს გასაგებიცაა. ადვილი ხომ არ არის მეგობრის ღალატი.
მცირედი საჩუქარი ძიასგან. ეს ნაბიჯვარი ნახე. საზიზღარი. ეიშან. დრო მოვიდა, რა სიტყვი? კარგი, მოვდივარ. ეზელ ოღონდ შეუძლებელს ნუმთხოვ. ნუ გეშენია სინდისი არ შეგაწუხებს. მინდოდა მადლობა მეთქვა შენთვის. ვერ წარმოიდგენ ჩემთვის ეს რა მნიშვნელოვანია. ისევ როგორც ომერისთვის. ტევფიკ. წინააღმდეგი თუ არ იქნები, იქნებ ხანდახან რაღაცეები მიამბო ხოლმე ომერზე. ქალბატონო ეიშან, კიდევ არის რაღაც. ბოლო დღეს ომერს უნდოდა სახლის გასაღები მოეცა შენთვის. მე რატომ არ მომცა? ჯენგიზი შეჰპირდა მე გადავცემო. როცა ყველაფერს მოუყვები, დაგთანხმდებიან? მე მგონი უკვე თანახმარიან. ეს ხომ რაღაც წვრილმანი არ არის. მათ უნდა შეიძულონ ჯენგიზი. მე მგონი უკვე თანახმარიან. თვალყური მიადევნე მამაჩემს მის მდგომარეობას. საათში ერთხელ გაარკვია ამბავი და გამაგებინე. კარგი. მადლობა, ღმერთს სახლში ვარ. კარგი იქნებოდა უფრო დიდ ოთახში დაგვეწვინა. აქ ცოტა ჩახუთული ჰაერია. ჩემი ძმის საწოლში მოისურვა დაძოლა. მე გარეთ ვიქნები, სასწრაფო დახმარების მანქანაში. თუ რამეა მაშინვე დამირეკეთ. გაიგეთ რა თქვა ექიმმა, სასწრაფო ოპერაცია სჭირდება. კარგი. მელია. მათ შეუპირდი რომ ხვალისთვის დავამთავრებდი მაგიდის გაკეთებას. მომთას საქმე მოიცდის. მერტი გააფრთხილებს დამკვეთს. ბიჭს უთხარი ცოტა ხანს დაიძინოს. გადაიღალა. თავს გაუფრთხილდეს. შენც დაისვენე. მიდი დაისვენე. ეგრას ნიშნავს. ეგრა ლაპარაკია. მომთას. მომთას. შენი წამლებია, მამა. წყალიც მოგიტანე. აუცილებლად დალია. დიდი მადლობა, შვილო. მადლობა. წამოდი, დედა. ღმერთმა შემინდოს. მზად ხართ ამ ფოტოდან ჯენგიზი წაშალოთ? გააჩნია რამდენად. ეგ თქვენ უნდა გკითხოთ. რამდენად შორს შეგიძლიათ შეტოპვა? რისი გაკეთება შეგიძლიათ? რა გაქვს ჩაფიქრებული? მოდი წარმოვიდგინოთ, რომ ეიშენმა ჯენგიზთან გაყრა გადაწყვიტა. დავუშვათ ჩვენს პარტნიორობას წერტილი დაესვა, დავუშვათ რომ ისინი გაიყარნენ და მას არაფერი არ დარჩა. ჯენგიზი არასოდეს არ იტყვის უარს ჯანზე. არც მე არ ვიტყვი მასზე უარს. ამ შემთხვევაში სცენაზე ალი გამოდის. ეზა, არის რაღაც რაც შენ არ იცი. ჩვენ ერთმანეთზე ისეთი რაღაცეები ვიცით, რომ მხოლოდ მუქარა საკმარისი არ იქნება. თუ სწორად გავიგე, გჭირდება რაღაც, რაც მას ხელფეხ შეუკრავს. სწორედ ასეა. მახე საიდანაც თავს ვერ დააღწევს. იქ უნდა დარჩეს, სადაც დავტოვებ. ან პირიქით. თავისუფლებას მივცემთ იმისთვის, რომ გამოვიყენოთ. ეს ისასტიკია, ასე არ გონიათ? ჩვენ ხომ ბოროტები ვართ. ანუ ეს ერთადერთი გამოსავალია, ასეა? ასეა.
ეიშან, მიპასუხე. ხო. ჯენგიზი თავიდან უნდა მოვიშოროთ. ანუ? მოდი. თქვი. თქვი, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? ჯენგიზი ციხეში უნდა ჩავსვათ. ალი? ჯენგიზი უნდა ჩავსვათ და გასაღები ზღვაში გადავაგდოთ. ასე სხვანაირად არ გამოვა. მეგობრებო, თქვენი უნდა ეშინოდეს კაცს. კარგი. იყოს ისე, როგორც თქვენ ამბობთ. ალო. ეიშან, შეუძლებელს თუ გთხოვ, მითხარი. სწორედ ეს მაფიქრებს. ის, რასაც შემთხვევ, შესაძლებელია. მე